მე მქვია დოქტორი ენტონი ლევატინო. მე პრაქტიკოსი მეან გინეკოლოგი ვარ და 1200-ზე მეტი აბორტი მაქვს ჩატარებული. დღეს მე აღვწერ პირველი ტრიმესტრის ქირურგიულ აბორტს, რომელსაც ეწოდება ასპირაციული, ვაკუუმური დილატაცია და კიურეტაჟი, DNC. ეს არის ყველაზე ხშირად ჩატარებული აბორტი და ჩვეულებრივ გამოიყენება ორსულობის მე-5-დან მე-13 კვირამდე. ანესთეზიის შეყვანის შემდეგ აბორტის შემსრულებელი იყენებს სარგეს, სპეკულუმ. ის თავსდება საშოში და იხსნება გვერდითა ხრახნის საშუალებით, რაც საშუალებას აძლევს ექიმს დაინახოს საშვილოსნოს ყელი, საშვილოსნოს შესასვლელი. საშვილოსნოს ყელი მოქმედებს როგორც კარიბჭე, რომელიც დახურულია ორსულობის განმავლობაში და იცავს ბავშვს მანამ სანამ ის დაბადებისთვის მზად არ იქნება. ექიმი იყენებს ლითონის ღეროების სერიას, რომელსაც დილატატორები ეწოდება. ისინი სისქეში იმატებენ და მათ შეჰყავთ საშვილოსნოს ყელში მის გასაფართოებლად, რათა მიიღონ წვდომა საშვილოსნოს იმ ნაწილთან, სადაც ბავშვი იმყოფება. ბავშვს აქვს გულისცემა, თითები, ხელები და ფეხები, მაგრამ მისი ძვლები ჯერ კიდევ სუსტი და მყიფეა. აბორტის შემსრულებელი იყენებს ასპირაციულ კათედერს. ეს არის გამჭვირვალე პლასტმასის მილი, დაახლოებით 9 ინჩის სიგრძის, რომელსაც ცენტრში აქვს ხვრელი. ის შეჰყავთ საშვილოსნოს ყელის გავლით საშვილოსნოში. შემდეგ ირთვება ვაკუუმის აპარატი, რომლის ძალაც 10-დან 20 ჯერ უფრო მძლავრია, ვიდრე თქვენი საყოფაცხოვრებო მტვერსასრუტი. ვაკუუმის ძალით ბავშვის სწრაფად იშლება ნაწილებად, გადის ამ მილში და ხვდება შემწოლ მანქანაში, რასაც მოჰყვება პლაცენტა. მიუხედავად იმისა, რომ საშვილოსნო ამ ეტაპზე ძირითადად ცარიელია, ამ პროცედურის ერთ-ერთი რისკი არასრული აბორტია, როდესაც ბავშვის ან პლაცენტის ნაწილები რჩება შიგნით. ამან შეიძლება გამოიწვიოს ინფექცია ან სისხლდენა. ამის თავიდან ასაცილებლად ექიმი იყენებს კიურეტას საშვილოსნოს კედლების გამოსაფხეკად. კიურეტა არსებითად გრძელსახელურიანი მრუდე პირია. როგორც კი საშვილოსნო დაიცლება, აბორტი დასრულებულია. ამ პროცედურის რისკებში შედის საშვილოსნოს ან საშვილოსნოს ყელის პერფორაცია ან გაგლეჯა, რამაც შეიძლება დააზიანოს ნაწლავები, შარდის ფუშტი და ახლომდებარე სისხლძარღვები, ასევე ჰემორაგია, ინფექცია და იშვიათ შემთხვევებში სიკვდილიც კი. მომავალი ორსულობისას ასევე არსებობს ნაყოფის დაკარგვის ან ნაადრევი მშობიარობის გაზრდილი რისკი საშვილოსნოს ყელის ტრავმის გამო. როგორც დასაწყისში აღნიშნე, მე ვარ დოქტორი ენტონი ლევატინო და ჩემი კარიერის დასაწყისში 1200-ზე მეტი აბორტი ჩავატარე. ერთ დღეს, მორიგი აბორტის დასრულების შემდეგ, შევხედე ჯერ კიდევ არ შობილი ბავშვის ნარჩენებს, რომლის სიცოცხლეც მე დავასრულე და მხოლოდ ის დავინახე, რომ ეს ვიღაცის ვაჟი ან ქალიშვილი იყო. მივხვდი, რომ ბავშვის მოკლა ორსულობის ნებისმიერ ეტაპზე, ნებისმიერი მიზეზით არასწორია. მინდა იცოდეთ, რომ სადაც არ უნდა იყოთ და რაც არ უნდა გაგეკეთებინათ, შეგიძლიათ შეიცვალოთ. მიიღეთ გადაწყვეტილება დღესვე, რომ დაიცვათ არშობილი სიცოცხლე. გმადლობთ ყურადღებისთვის. მე აღარასოდეს ჩავატარებ აბორტს. როდესაც საბოლოოდ ხვდები, რომ ასეთი დიდი ბავშვის მოკლა ფულის გამო არასწორია, დიდი დრო არ გჭირდება იმის გასაცნობიერებლად, რომ არ აქვს მნიშვნელობა ბავშვი ამხელაა თუ იმხელა. ეს ყველაფერი ერთი და იგივეა. მას შემდეგ არც ერთი აბორტი არ გამიკეთებია და არც არასდროს გავაკეთებ.